ნიკა კაცია საქმეს 12 საათიდან განიხილავს მოსამართლე ნინო თარაშვილი 3 საათზე მეტია მიმდინარეობს მეორე დარბაზში ნიკა კაცია საქმის განხილვა და ადვოკატებს ჰქონდათ შუამდგომლობა მოსამართლესთან რომ დაეკმაყოფილებინა დასაშვებად ეცნო მათ მიერ ნაპოვნი მოწმე ეს არის ტაქსის მძღოლი სადაც მოხდა მის ავტომობილში სწორედ ნიკა კაციას დაკავება და შემდგომ უკვე სამართალდამცველების რამდენიმე ავტომობილი გამოიცვალა მან ვიდრე მას მიიყვანდნენ პოლიციის განყოფილებამდე შესაბამისად დაცვის მხარეს ოჯახის წევრებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს სწორედ სამართალდამცველების ავტომობილში, სადაც მოხდა მისი გადაჯდომა. ტაქსის მძღოლი არის ამის მოწმე, სწორედ მათი პოვეს ეს ადამიანი და ჰქონდათ შუამდგომლობა, რომ გამოკითხულიყო საქმის მთავარი მოწმე ამ საქმეზე, თუმცა მოსამართლე ნინო თარაშვილმა მათ უარი უთხრა მოწმის ჩამატებაზე საქმეში და შესაბამისად მის გამოკითხვაზე. ეს იყო ის ეტაპი, რომელიც 3 საათის განმავლობაში განიხილებოდა მეორე დარბაზში ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული ნიკა კაციას საქმეზე. თავად მან მიმართა მოსამართლეს და თქვა, რომ არის გაუგებრობაში, არ იცის, რას ედავება გამოძიება და ბრალი, რომელსაც რომელიც გამოძიება მას წაუყენა, არის გამოგონილი და არის სრული აბსურდი. გასაგებია თუ არა გამიმარტოთ გსურთ. ნუ გამიმარტოთ, იმიტომ რომ დანაშაულობა და აიზრება. თქვენი პოზიცია უნდა მოვისმინოთ ბრალდებასთან დაკავშირებით. ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში? არც შემთხვევაში. მოსამართლე გელიაშვილი განიხილავს კიდევ ერთ რეჟიმის პატიმრის საქმეს, ეს არის გიორგი ახობაძე. პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო საქალაქო სასამართლოს მე-12 დარბაზში და ხედავთ, რომ უამრავი ადამიანი, რომელსაც სურდა პროცესი დაასწრება, ჯერჯერობით გარეთ იმყოფება. მოსამართლეს არ დაუკმაყოფილებია დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა დარბაზის შეცვლას, რომ ადამიანებს მქონოდათ შესაძლებლობა, რომ დაასწრებოდნენ სასამართლო პროცესს. გელიაშვილი განიხილავს გიორგი მოსამართლე ამ საქმესაც. დღეს ადვოკატები გიორგი ახობაძის დააყენებენ შუამდგომლობას, რომ დაუშვებლად ცნოს ყველა ის მტკიცებულება მოსამართლემ, რომელსაც ადვოკატი წარმოადგენს, პროკურორი წარმოადგენს სასამართლო პროცესზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩხრეკას ჩატარდა არასამართლებრივად კანონის დაცვის გარეშე, სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, შესაბამისად მტკიცებულებები, რომელიც წარმოდგენილი ამ საქმეზე არ უნდა იყოს დასაშვები. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს გიორგი ახობაძის საქმეზე განიხილება, ეს არის მისი წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის საკითხი. დაცვის მხარე თვლის, რომ ის არ უნდა იმყოფებოდეს პატიმრობაში, ბრალი მის წინააღმდეგ არის გამოგონილი, შესაბამისად ითხოვენ მის გათავისუფლებას არსებით ხტომებამდე. დაცვის მხარეს ექნება გარკვეული შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ჩხრეკა, რომელიც ჩატარდა გიორგი ახობაძესთან მიმართებაში, ჩატარდა კანონის არსებითი დარღვევით. შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ აღნიშნული მტკიცებულება, ისევე როგორც ამ საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები, მოსამართლემ ცნოს დაუშვებლად. გარდა ამისა, უნებრივია დაცვის მხარეს სადავოდ გავხდით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას და ამავდროულად წინასამართლოს ხდომის ეტაპზე განვიხილავთ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხს. გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რა რეალობაშიც დღეს ვიმყოფებით, მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ სავარაუდოდ ბრალდების მხარე პროკურატურა მოითხოვს, რომ ძალაში დარჩეს გიორგი ახობაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ამის საპირწონედ ბუნებრივია დაცვის მხარე მოსამართლესთან დავაყენებთ შესაბამის შუამდგომლობას, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმდეს, თუმცა ალტერნატივის სახით ჩვენს მიერ აუცილებლად იქნება შეთავაზებული გირაო, რომლის თანხის გიორგი ახობაძის საქმე მე-12 დარბაზში განიხილება, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ შეცვლილიყო. სხდომათა დარბაზი, რომ დატოვილიყვნენ დამსწრე პირები და ყველა ადამიანს ქონოდა მის ახლობლებს, ოჯახის წევრებს ქონოდათ შესაძლებლობა, რომ დასწრებოდნენ სასამართლოს ხდომას, მიმდინარეობს სხდომა და პარალელურ რეჟიმში ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვები, სადაც პროევროპული აქციის მონაწილეებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად განან რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან და მათ 5000 ლარიანი ჯარიმით ემუქრებიან.